სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება. ის აცხადებს, რომ არსებობს ეჭვი, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ დაარღვია დაუქორწინებლობის აღთქმა და ასევე ის აცხადებს იმას, რომ თუ დადასტურდა ის, რომ მას ჰყავს შვილი, მაშინ არ შეიძლება, რომ ის იყოს სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსი და ამავდროულად ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ ეს არა მხოლოდ სულიერების, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის და ბოლო დღეებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწოვდა და ორშაბათს ეკლესიამ გამართა შეხვედრა და ელიან მალე იმას, რომ გამოქვეყნება ოფიციალური პასუხი ნიკოლ ფაშინიანის ბრალდებებთან დაკავშირებით და გასულ პარასკევს ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა კიდევ რამდენიმე პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამ საკითხში გადამწყვეტი ხმა და ამავდროულად აუცილებელი არის, რომ კანდიდატებმა უნდა გაიარონ ღირსების შემოწმება და მისი თქმით ეს საკითხი უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ეკლესიის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებთან ერთად ნიკოლ ფაშინიანი ასევე ბიბლიიდან აქვეყნებს ციტატებს სოციალურ ქსელში და ასევე ერთ-ერთ პოსტში ნიკოლ ფაშინიანი წერდა: რა ხდება, როდესაც ირკვევა, რომ სასულიერო პირმა დაარღვია უმანკოების აღთქმა, ის კარგავს თავის წოდებას, ტიტულსა და თანამდებობას. რა არის მორალურად უფრო პატიოსანი ქმედება, ყოფლობითი გადადგომა თუ ჩუმად ტანჯვა იმის შიშით, რომ გამოძიებამ შეიძლება სიმართლე გამოავლინოს. ასევე კრიტიკული იყო ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა იაკობიანის პოსტებიც. ერთ-ერთ პოსტში საუბრობდა ქვეყნის პედოფილებზე და მათი ცხოვრების ბნელ კუთხეებზე, ხოლო პატრიარქ გარეგინ მეორეს ქვეყნის მთავარ მაფიოზსაც კი უწოდებდა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა არსებობს უკვე წლებია. 2 თვის წინ გარეგინ მეორემ უწოდა ნიკოლ ფაშინიანს ღიად, რომ გადამდგარიყო და ამჟამად კი სიტუაცია ხელახლა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 29 მაისს მთავრობის ხდომაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეკლესიის ზოგიერთი შენობა მხოლოდ საწყობად არის ქცეული.